მობრძანდით ხედავთ აი ულამაზეს ეზოს ამ ძალიან საყვარელ სახლს. ვართ საბურთალოზე გაიკვირდებათ, მაგრამ აი ესეთ ოაზისში ეს არის 600 კვადრატი ეზო, რომელიც არის მოწყობილი, ლამაზი ბაღია გაკეთებული. თვითონ სახლი არის 300 კვადრატი, აი პირველ სართულზე არის სარდაფი, შეიძლება გამოიყენოთ საპარკინგეთ, აი გაიგო კიდევაც. შიგნით ორი მანქანა ეტევა, ესე დაემთხვა, ლამაზად გამოვიდე. მოდი ხა ავიდე და დავათვალიეროთ სახლი. ახლა ვართ მეორე სართულზე, ნუ საცხოვრებელი პირველი სართულია. აი ამ აივანზე შეიძლება ლამაზი საღამოების მოწყობა, თბილისის ხედი იშლება ჩვენს წინ და ეხა შევიდეთ თვითონ უშუალოდ სახლში, დავათვალიეროთ შიგნიდან და მე ავიდეთ ბოლო სართულზე, სადაც ასევე კიდე აივანია და კიდე უფრო ლამაზი ხედი იშლება იქიდან. მობრძანდით. ეს არის პირველი მისაღების სივრცე. აქვე შეგვიძლია დავაფიქსიროთ კიბე, რომელიც ადის მეორე სართულზე, ბოლო საცხოვრებელ სართულზე. აქეთ არის ერთი პატარა საძინებელი, შეგვიძლია შევიდეთ, უცბად გადავიღოთ. აქეთ გამოვიდეთ და გადავიღოთ, ვაჩვენოთ მეორე საძინებელი. ყველა ოთახს აქვს, რა თქმა უნდა, თავისი ფანჯარა. აქეთ არის პირველადი განათებით, აქეთ არის ამ სართულზე მესამე საძინებელი. აქეთ არის სივრცე, აი ნახეთ აქ კარგი არის კარადისთვის ადგილი, აქ არის ორი სველი წერტილი პირველ სართულზე და ეხლა ვნახოთ უცბად პატარა საკმაოდ მოზრდილი სამზარეულო, შევიდეთ სამზარეულოში, აი გადაიღეთ და სამზარეულოდან რა ძალიან მნიშვნელოვანია, შეგვიძლია გავიდეთ, აქაც არის პატარა აივანი, შეიძლება დავარქვათ რაღაცა ეზოს ნაწილი, რომელიც არის ძალიან მაგარი დასაჯდომი ზაფხულში იქნება ეს თუ გაზაფხულზე თუ შემოდგომას, ყოველთვის აქ არის ძალიან ლამაზი. აი აქედან კიდე იმ ცენტრალურ თავარ ეზოს უკავშირდები და სახლის უკან აქ ახლა არის ესეთ წრეს ურტყავ და აქედან შეგიძლია გახვიდეს, ნუ სახლს წრე დაარტყა საჭიროების შემთხვევაში. ავიდეთ ახლა მეორე საცხოვრებელ სართულზე. ეს არის მეორე სართული უკვე საცხოვრებელი ფართი, ეს არის მისაღები მეორე სართულის. აქეთ არის აივანი, მოდი ჯერ აივანი ვნახოთ და მერე გავიდეთ და დავათვალიეროთ საძინებლები. ამ აივნიდან აი კიდე უკეთესი ხედი იშლება, კიდე უფრო მაღლიდან, აი იქით გავიხედეთ სამება ჩანს და საკმაოდ დიდი სიმწვანე და ეზო მთელი უბანი ჩანს აქ სადაც ცხოვრობთ. მოკლედ ამ სართულზე არის ერთი სველი წერტილი და სამი საძინებელი. ნუ ამ სამი საძინებლიდან ერთი არის უკვე ფაქტობრივად დასრულებული, გათეთრებულია უკვე ცხოვრობენ კიდევაც, ფანჯარაც არის, ყველაფერი გაკეთებულია. პირდაპირ ეს არის სველი წერტილი, რომელიც არის საერთო და აქეთ ორ მიმართულებით არის უკვე გამოყოფილი სივრცეები საძინებლისთვის, გადახურულიც, ამაღლებულიც. თუმცა გასაკეთებელია, რა თქმა უნდა, მოსაწყობია და დასასრულებელია. ეს ნაწილიც არ იკარგება, ძალიან კარგად იყენებენ ხოლმე თანამედროვედ საგარდირობეთ და ავეჯის და ნივთების შესანახად და აი აქეთაც მსგავს სიტუაცია, ფანჯარაც გაჭრილია და სივრცეა, რომელიც ასევე შეიძლება მოეწყოს. მოკლედ, სულ ეს იყო, რაც შეიძლება ამ სახლზე გვეთქვა, დაინტერესების შემთხვევაში დაგკავშირდით და უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაძლევთ.